ყველას მამა იყო კომუნისტი. ზოგი გარბაჩოვის პარტიის წევრი გახდა, ანუ ყველა რაღაცის რაიკომის და რაღაცის მდივნები იყვნენ. მე არ ჯერა რომ რაღაცნაირად ეს სადღაც წავიდა ეს მათი სულისკვეთება, შვილები ზუსტად იგივე ნარატივით იზრდებოდა და კგბ სკოლა იყო ძალიან ძლიერი და ეს ხალხი ებრძვის იმას, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი. ნახე ყველანაირად ისე იქეთ მიყავთ ხო რაღაც ოღონდ შეფუთვით იმით რომ ჩვენ არ გვინდა და აი ისინი გვაძალებენ და ფაქტიურად რაღაცნაირად ეს ოპოზიციაც და ეს მათი ეს აღმოსავლეთ ევროპელი რამოდენიმე ლიდერი ერთ მუსიკას უკრავენ და ებრძვიან საქართველოს ევროპულ ფესვებს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ჩვენ არ გავხდეთ საყოველთაო ეს კეთილდღეობის წევრები. მე ასე აღიქმება, თორემ მე რო ვიყო ვთქვათ ოპოზიციონერი, რომელსაც ჭეშმარიტად მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მე მინდა გავაკეთო ის რომ ჩემი ქვეყანა გახდეს თავარი მიზანი თუ მათი ისა რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს მე პირიქით ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ კი ჩვენ ყველაფერს ვასრულოთ ყველაფერი გადასარევად არის მოდი ყველანაირად გავაკეთებ იმას რომ ჩვენი ქვეყანა რაღაცნაირად გახდეს ამ ევროკავშირის წევრი და მერე უკვე იქაური კანონებით ოცნებასთან ბრძოლაც უფრო ადვილი იქნება ქვეყანაც უკვე ევროკავშირის წევრი იქნება და რაღაცა სხვანაირად რა ქვია წავიყვანდი ამ საქმეს მაგრამ მათ მიაჩნიათ ხო და აქედან გამომდინარე უშლის ხელს ამ არა რა სისულელია ისინი პირველი ვინც უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ეს არის ოპოზიციური ძალები ისინი არიან რუსეთის მიერ დაქირავებული ძალები, რომლებიც ახორციელებენ იმას, რომ საქართველო არ მოხდეს ევროკავშირში, იმიტომ რომ ის რაც იქიდან ისმის, ეს არის ძირითადად ის ამბავი, რომ ყველანაირად ხას უშლია საქართველოს ევროინტეგრაციას. ალბათ რაღაც ნაწილზე საუბრობთ. არა, ძირითადად მთელი ოპოზიცია ორკესტრირებულად მაგას აკეთებს, დარბიან დერეფნებში და ყვებიან, რომ აქ ესეთი ამბავია, არა, ვერ ვასრულებთ რეკომენდაციებს, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მისაღები ვართ, ჩვენ რომც არ იყო, შენ თუ ხარ შენი ქვეყნის პატრიოტი და გინდა შენი ქვეყნისთვის სიკეთე, არ უნდა გახვიდე და არ უნდა ლანძღო შენი ქვეყანა.